ბათუმში დღეს ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ნახატების გამოფენა, გაყიდვა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა და ახალგაზრდა პოეტების შეხვედრა ახალი ბულვარის სხვადასხვა ადგილას ამ წუთებში მიმდინარეობს. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კულტურული აქტივობა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღესვე გამომცემლობების მიერ წიგნების გამოფენაც მოეწყობა და ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ სცენაზე ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის დიდი გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად ანსამბლი რუსთავიც მიიღებს მონაწილეობას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაგეგმილია. დღეს მოსულ აქ ნებისმიერ სტუმარს ექნება დასვენებისა და გართობის საუკეთესო შანსი, იმიტომ რომ იქნება ძალიან ბევრი წარმოდგენები, უკვე დაწყებულია ყვავილების ფესტივალი, უკვე დაწყებულია მხატვრების გამოფენა, სხვადასხვა რეწვის გამოფენა, ესევე დაწყებული გახლავთ ახალგაზრდა პოეტები, რომლებიც შეხვდებიან საზოგადოებას, იქნება წიგნების გამოფენა. ეს არის ერთი მშვენიერი დღე, რითიც ჩვენ გვინდა საქართველოს კულტურის სამინისტროს საჩუქარი გავუკეთოთ ბათუმს და აი ეს ახალი ბულვარი გავხსნათ. ბულვარი, სადაც ჩემი აზრით საჭიროა რომ ყველაფერი ხდება.